პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებულ მეოთხე საჯარო სკოლას ეწვნენ და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სკოლის რეაბილიტაცია 6 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა და ის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით საგანმანათლებლო და სამედიცინო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. შენობა სრულად შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. სასწავლო სივრცეების პარალელურად სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველობა და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. ზესტაფონში ვესწრებთ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია ახლახანს დასრულდა. თქვენ ალბათ ნახეთ ფოტოებზეც, რა მდგომარეობაში იყო ახლა სკოლა და დღევანდელი მდგომარეობით ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა, არაჩვეულებრივად აღჭურვილი და მე მინდა მივულოცო, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორს, სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს და რა თქმა უნდა პირველ რიგში მოსწავლეებს. ახლად რეაბილიტირებული სკოლა, რა თქმა უნდა, სკოლების რეაბილიტაცია ხელს უწყობს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც. და ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ხორციელდება სკოლების რეაბილიტაციის სახით და რა თქმა უნდა, ეს პროექტი გაგრძელდება, ჩუმოვსმորդული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ასობით სკოლის სრულად ნაწილობრივ რეაბილიტაციას, ახალი სკოლების მშენებლობას. დღეს ასევე ვანის მუნიციპალიტეტში დავათვალიერებთ სრულად რეაბილიტირებულ სკოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოს მთავრობისთვის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობა გაგრძელდება.